1838 წელს გერმანელმა პედაგოგმა ფრიდრიხ ფრობელმა თანამედროვე განათლებას საფუძველი ჩაუყარა, როდესაც თამაშისა და აქტივობების ინსტიტუტი გახსნა. მალე მან ამ დაწესებულებას საბავშვო ბაღი უწოდა, რაც გამოხატავდა მის რწმენას, რომ პატარა ბავშვები ბაღის მცენარეებივით უნდა იზრდებოდნენ და ყვავდებოდნენ. ფრობელმა, რომელიც შვეიცარიელი განმანათლებლის იოჰან პესტალოცის მოსწავლე იყო, დაამკვიდრა იდეა, რომ თამაში ცხოვრების ბუნებრივი და მნიშვნელოვანი ნაწილია. ბაღის პროგრამაში შედიოდა სიმღერა, ცეკვა, მებაღეობა და ბავშვების თავისუფალი თამაში. იმ დროისათვის ეს ბევრი ბავშვისთვის ცხოვრების მნიშვნელოვან გაუმჯობესებას წარმოადგენდა, რადგან ალტერნატივა ხშირად მშობლებისთვის მუშაობაში დახმარება იყო. ფრობელმა ასევე შემოიტანა freie Arbeit, თავისუფალი მუშაობის ცნება. კონკრეტულ დროს ბავშვებს თავისუფლად შეეძლოთ ემუშავათ იმაზე, რაც აინტერესებდათ. რასაც ბევრი ზრდასრული უაზრო თამაშად ხედავდა, ფრობელი მნიშვნელოვან სწავლის პროცესად აღიქვამდა. ასე ბავშვები კონცენტრაციის უნარსა და მედეგობას ივითარებდნენ და თან სწავლობდნენ ინჟინერიას, ლოგიკასა და ფიზიკას. ამ პროცესისთვის ხელშესაწყობად ფრობელმა შეიმუშავა საგანმანათლებლო სათამაშოების ნაკრები, ცნობილი როგორც ფრობელის საჩუქრები. ნაკრებში 20 ნივთი შედიოდა. ბურთები, კუბები და ჯოხები, რომლებიც ბავშვებს ბუნებაში არსებული ფორმებისა და კანონზომიერებების აღქმაში ეხმარებოდა. ფრობელის ინოვაციურმა იდეებმა მალე მიმდევრები მოიზიდა. პედაგოგები მოდიოდნენ, რომ მისგან ესწავლათ და თავად ენახათ, თუ რამხელა პოტენციალს ავლენდნენ ბავშვები ფრობელის სკოლაში. მოგვიანებით მისმა მოწაფეებმა თავიანთი საბავშვო ბაღები გახსნეს და გერმანიაში ადრეული განათლების ცენტრების რაოდენობა სწრაფად გაიზარდა. 1848-49 წლების გერმანული რევოლუციების ჩახშობის შემდეგ პრუსიის მთავრობამ ახალი დემოკრატიული იდეების წინააღმდეგ რეპრესიები დაიწყო და ქალებს პოლიტიკური საქმიანობა აეკრძალათ. ზოგიერთი მათგანის მიერ საბავშვო ბაღის დამოუკიდებლად მართვა კი პრობლემად მიიჩნიეს. მალევე ფრობელის იდეები სახელმწიფოსა და ეკლესიისთვის საშიშად გამოაცხადეს და ფრობელის პრინციპებზე დაფუძნებული ყველა სკოლა აკრძალეს. ფრობელისთვის თავისი ნაშრომის განადგურება და ბავშვებისთვის მომავლის წართმევა მძიმე დარტყმა იყო. იმედგაცრუებული ის 1 წლის შემდეგ გარდაიცვალა. თუმცა აკრძალვა მის გამოიწვია, რომ საბავშვო ბაღის პედაგოგების დიასპორამ, რომელიც გერმანიაში ვეღარ მუშაობდა, ფრობელის იდეები მთელ მსოფლიოში გაავრცელა. ფრობელის ერთ-ერთმა მოწაფემ 1856 წელს აშშ-ში პირველი საბავშვო ბაღი გახსნა. თუმცა ამბავი აქ არ დასრულებულა. ზუსტად 20 წლის შემდეგ ახალგაზრდა მასწავლებელმა ანა ლოიდ ჯონსმა ფრობელის საჩუქრების ნაკრები ამერიკის პირველ მსოფლიო გამოფენაზე აღმოაჩინა. ანა ხის სათამაშოებით მოიხიბლა და ისინი თავისი 9 წლის შვილისთვის შეიძინა. პატარა ფრენკს საოცრად მოეწონა სათამაშოები და მათგან სხვადასხვა გეომეტრიულ კონსტრუქციებს აგებდა. ჯერ ხის სათამაშოებით, მოგვიანებით კი მინიატურებით და სხვა მასალებით. ფორმალური განათლების გარეშე ფრენკ ლოიდ რაითი მსოფლიოში ერთ-ერთ ცნობილ არქიტექტორად იქცა. მას ეკუთვნის თანამედროვე არქიტექტურის არაერთი საკულტო ნაგებობა, რომელთაგანაც მრავალი სწორედ ფრობელის სათამაშოების სტრუქტურებზე დაყრდნობით შეიქმნა. გერმანიამ 1860 წელს საბავშვო ბაღების აკრძალვა გააუქმა, რადგან მიხვდა, რომ დიდი შეცდომა დაუშვა. ფრობელის სამშობლოში საკუთარი იდეების აღორძინებას ვეღარ მოესწრო, თუმცა მისი მეთოდები და ფილოსოფია მთელ მსოფლიოში გავრცელდა და შთაგონების წყაროდ იქცა მარია მონტესორის, რუდოლფ შტაინერისა და სხვა არაერთისთვის, რომლებიც ინოვაციურ ფორმალურ განათლებას ეძებდნენ. ფრობელი ამბობდა: თამაში არის ბავშვის განვითარების უმაღლესი გამოხატულება, რადგან ეს არის სულის თავისუფალი გამოხატულება. ფრენკ ლოიდ რაითმა კი აღნიშნა: წლები ვიჯექი საბავშვო ბაღის მაგიდასთან და ვთამაშობდი ხის ამ სათამაშოებით, კუბით, სფეროთი და სამკუთხედით. მათი შეგრძნება ჩემს ხელებში დღემდე ცოცხალია. შენ როგორი გამოცდილება გქონდა ბავშვობაში თამაშისა და სწავლის მხრივ? დადიოდი საბავშვო ბაღში. რას ფიქრობ თამაშზე, როგორც გაზრდისა და განვითარების გზაზე? გაგვიზიარე შენი აზრები.